ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის საქმეზე მსჯავრდებული Green Service Plus-ის ყოფილი დირექტორი ლაშა ფურცხვანიძე საპატიმროდან ვადაზე ადრე გაათავისუფლეს. Როგორც მან მედიას განუცხადა, სასჯელ აღსრულების დაწესებულება გუშინ დატოვა. მისივე თქმით, ის უდოს კომისიის გადაწყვეტილებით გათავისუფლდა. ფურცხვანიძეს 2023 წლის 10 ივლისს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. 2022 წლის 13 ოქტომბერს ვაკის პარკში ახლად გახსნილ შადრევანში ჩავარდნილი ბურთის ამოსაღებად 13 წლის ორი ბიჭი შევიდა, რომლებსაც დენმა დაარტყა. მეგობრების დასახმარებლად წყალში ჩავიდა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი, რომელიც დენის დარტყმის შედეგად დაიღუპა. ვაკის პარკში სარეაბილიტაციო სამუშაოებს კომპანია Green Service Plus-ი ასრულებდა, რომლის დირექტორიც ლაშა ფურცხვანიძე იყო. მომხდარზე სასამართლოში საქმის წარმოება 2 ეპიზოდად მიმდინარეობდა. ერთი ეპიზოდის შემთხვევაში სასამართლომ 9 პირიდან 8 დამნაშავე ცნო. ფურცხვანიძე დამნაშავედ იქნა ცნობილი რამდენიმე მუხლში, მათ შორის უხარისხო სამუშაოების შესრულება, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა და 2 ადამიანის ჯანმრთელობის დაზიანება გამოიწვია. გულგრილობა, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. ყალბი ოფიციალური დოკუმენტის გამოყენება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. მას 6 წლით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა მის ჯილი.